ოტია იოსელიანი, მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი. დაიბადა 1930 წლის 16 ივნის, ქალაქ წყალტუბოს მახლობლად სოფელ გვიშტებში. მწერალი ბიოგრაფიაო, ამბობს იგი თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ჩემი ასავალ-დასავალი და მხატვრულად აღწერს განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. ობლობისა და თავსდამტყდარი მეორე მსოფლიო ომის გამო მას უმძიმესი ბავშვობა ჰქონდა. მის აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მწერლის ბებიასა და მამიდას, რომელთაც იტვირთეს ოტიას აღზრდა-განათლების საქმე. ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა, იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას საპატიო ადგილას უნდა მოეწერა. ბატონო, ოტია იოსელიანის საფლავზე ვემყოფებით ახლა. არჩია თვითონ საკუთარ ეზოში დასაფლავება და ზუსტად აი ამ ადგილზე მიგვითითა და აგერ გახლავთ მის საფლავი. დაწერაც ბევრი ფიქრის მერე ასეთ შევარჩიეთ. ადამიანისგან რაც რჩება მისი სიცოცხლეც ესაა. მე მგონი მეტნაკლებად საფლავის ხასიათს და საფლავის განწყობილებას შეეფერება ეს დაწერა. აი აგერ წისქვილი, კუთხეში დგას წისქვილი. აი ეს წისქვილი ძალიან მნიშვნელოვანი ექსპონატია და ამაზე ვცდილობ ყველას გავამახვილებინო ყურადღება, იმიტომ რომ აი ეს წისქვილი თბილისიდან როცა ამ სახლის ასაშენებლად გადმოვიდა 1986 წელს მან საბოლოოდ გადაწყვიტა დამკვიდრება თავის მშობლიურ კუთხეში. აი სწორედ ეს წისქვილი დამოიღო ეს წისქვილი და დაიწყო ამ სახლის მშენებლობა. აი ეს კარებიც მისი გაკეთებულია. მე ცოტათი გადავაკეთე და რაღაცები შევცვალე, მაგრამ თავარი დარჩა ისევე ხელუხლებელი, როგორც მან გააკეთა. აი თავარი არის აი ეს ფიგურა. ეს არის ჯიხვის გამოსახულება. უყვარდა გამორჩეულად, მოთხოვებიც აქვს ამ ჯიხზე მას მრავალი მიძღვნილი და აი ეს არჩია მის სიმბოლოდ. სხვადასხვა თავის წიგნებსაც აი ამ ნიშანს ასვამდა. კიდევ მეორე ეს თან იმავდროულად 120-ა. აი 86 წელს, როგორც ვთქვით, ოტია ჩამოდის თბილისიდან წყალტუბოში, იწყებს ამ სახლის შენებას და პირველად როცა შემოვიდა და ამ სახლში დაიწყო ცხოვრება, აი ამ სივრცეში მოხდა ეს. რა თქმა უნდა, სადაც ის იყო, იქ აუცილებლად უნდა ბუხარი ყოფილიყო და აი ეს ბუხარი სწორედ მის ხელით არის აშენებული. არის თუ კიდევ მეორე მაგი ნახატს გავს. აი ჩვენი მარნის ღვინოები ახლა დღეს უამრავი სტუმარი მოდის აქ. აი ამ ჩვენი ღვინოების გასასინჯად. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა, რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირალები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს. იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წერვალოცვები, ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინი აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა სულ უფრო ურწმუნო ხდებოდა. სწორედ ასეთ დროს დაწერა ოტიამ თავისი ნოველა ჩემი წმინდა გიორგის ხატი. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა და სიყვარული, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ღმერთის გამოცხადებაში. აი ეს იყო მისი სამუშაო ადგილი, მისი მისაღები, მისი დასასვენებელიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან ყველაზე კარგად ჩანს ჭიშკარი, აქ იჯდა ხოლმე, ხედავდა ჭიშკარში, ვინ მოდიოდა, ვინ მიდიოდა. სტუმრები ყავდა დახარისხებული. აი აქ დაჯდებოდა და აჯენდა სტუმრებს და მერე რა ვიცი საუბრობდნენ აქ ისეთ 1000 რაღაცაზე და აქ ისეთი სტუმრები არის ნამყოფი, ისეთი ხალხი სამწუხაროდ მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. გასაოცარი შეხვედრებია ჩატარებული. მისი მოტანილი და დალაგებული ქვები, მის დროს
რა წიგნებიც ელაგა ისინი ისევე ხელუხლებლად ალაგი აქვს. მისი საფერფლე და რა ვიცი, ყველაფერი. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ მალევე მიატოვა იგი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და ხელი მიჰყო საბავშვო მოთხრობების წერას. 1957 წელს გამოსცა პირველი საბავშვო კრებული „კარის მეზობლები“, რომელმაც წერას პოპულარობა მოუტანა. 1961 წელს მან დაამთავრა მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი მწერალთა ორწლიანი კურსები და დაბრუნდა სამშობლოში. მალევე გამოიცა მისი პირველი რომანი „ვარსკვლავთ ცვენა“ და პიესა „ადამიანი იბადება ერთხელ“. ნოველას ნოველა მოჰყვა, რომანს რომანი, პიესები, სცენარები და აღიარებაც მოვიდა. მისი რომანებია „ვარსკვლავთ ცვენა“, „ტყვეთა ტყვე“, „იყო ერთი ქალი“, „ქალი გამოვიდა საღალატოდ“, „შავი და ცისფერი მდინარე“. ავტორია 15-მდე პიესისა, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის მრავალი ცნობილი თეატრის სცენაზეა დადგმული. აი ეს დარბაზი მართლაც ძალიან გულდასმით აკეთა. აი მთავარი მიზანი იყო აი ამ დარბაზის ესეთნაირად მოწყობა. რა უნდა ყოფილიყო ახლა ამ დარბაზში, რა უნდა ყოფილიყო? ისთვის არის ეს ყველაფერი ასეთნაირი. აი აქ უნდა ყოფილიყო შეხვედრების ადგილი. აქ უნდა შეკრებილიყო ხალხი. რა თქმა უნდა ეს ხალხი ხელოვნების სამსახურში ჯამდგარი ხალხი და ის ხალხი, რომელსაც ყველაფერი ამის შეფასების უნარი გააჩნდა და ამავდროულად კიდე ახალგაზრდობა და ბავშვები, რომლებიც აი ამ ტრადიციაზე მერე აღიზრდებოდნენ და გააგრძელებდნენ ცხოვრებას ყველაფერი ამით და საერთოდ მას ასეთი ის ჰქონდა, შეხედულება ჰქონდა, რომ ადამიანის ადამიანობა განპირობებულია იმით, თუ რამდენად ახლო არის ხელოვნებასთან. აი მისი ნიღაბი გარდაცვალების შემდეგ ასეთი გახდა გარდაცვალებიდან დაახლოებით 3 საათის მერე. მის სახის ანაბეჭდი. უკვე ბოლო. მისი წიგნები, აი ეს წიგნებიც მისი დალაგებული არის აქ. რაღაცა მეემატა რა თქმა უნდა მისი გარდაცვალების მერე გამოსული წიგნები იმატებული არის. მაგრამ ძირითადად კიდევ მეორე ხელუხლებლად ისევე როგორც მან განალაგა. უამრავ ენაზე არის თარგმნილი. ძალიან მიყვარს ხოლმე აქ როცა მოდიან მცხოვრებლები და უცებ თავიანთ ეტყვი ხოლმე წინასწარ რომ მან თქვენს მშობლიურ ენაზე არის წიგნი. დროთა განმავლობაში სულ უფრო ძლიერდებოდა ოტიას შემოქმედებისადმი მკითხველის სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოჰყვა, ნოველას ნოველა, რომანს რომანი, აღიარებას აღიარება. სულ მალე ამ ყველაფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარაძის დახმარებით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისათვის დაწერა მან პიესები „ადამიანი იბადება ერთხელ“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“ და „ურემი გადაბრუნდა“. მისი სცენარებით გადაღებულია რამდენიმე მხატვრული კინოფილმიც. 1960 წელს საბავშვო სათავგადასავლო წიგნი „უთაური ბიჭის თავგადასავალი“ გამოიცა. 1961 წელს კი გამოქვეყნდა რომანი „ვარსკვლავთ ცვენა“. 1964 წელს უმცროსი ვაჟის, დაჩის დაბადების შემდეგ დაიწყო დაჩის ზღაპრების წერა, რომელიც გამოიცა 1973 წელს და დღესაც საყოველთაო სიყვარულით სარგებლობს. 1972 წელს მწერალმა გამოსცა რომანი „ტყვეთა ტყვე“, ხოლო 1973 წელს „ნაკადულმა“. 1991-92 წლებში რჩეული ორტომეული, 1989-91 წლებში ისევ ორტომეული, ხოლო 1999 წელს გამოიცა 55 არაკი. ოტია ავტორია სცენარებისა „ჩქარი მატარებლიდან“, „ლევანა“, „თეთრი ქალიშვილი“, „აკაციის ყვავილობა“, „ცეცხლთან თამაში“, „ბუშას კოცნა“, „მალე გაზაფხული მოვა“, „ჩემი ქალაქის ვარსკვლავი“, ხოლო მულტფილმები კი არის „კიბერნეტიკა და სიყვარული“ და „დაჩის ზღაპრები“. 1999 წელს მისმა საბავშვო წიგნმა 55 არაკი უდავოდ გაამდიდრა ქართული ლიტერატურის ესსფერო. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულად, უკრაინულად, ბელარუსულად, ჩეხურად,
ესტონურად, მოლდოვურად, ესპანურად, ინგლისურად, ბელგიურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე, ასევე სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად და სომხურად. არ უნდა გამოგჩოს აზერბაიჯანული, ჰოლანდიური, ჩინური და იაპონური. საერთო ტირაჟით მილიონამდე აქვს გამოცემული. მისი კალამი ეპისტოლარულ ჟანრსაც შეეხო. მისი წერილები დაჩის, საუკეთესო გზამკვლევად შეგვიძლია მივიჩნიოთ მომავალი თაობის ცხოვრების გზის განსაზღვრისათვის. მის მრავალფეროვან შემოქმედებას სხვა კუთხით წარმოგვიდგენს და მეტად საინტერესოს ხდის 2002 წელს გამოცემული ლექსების კრებული სიშორით სიახლოვე. ოტიას ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, როგორც უკვე ვახსენეთ, და საერთო ტირაჟი მილიონებს აჭარბებს. ოტია იოსელიანმა წყალტუბოს ნომერ 1 საჯარო სკოლა დაასრულა. სწორედ ამ სკოლა მიიღო მოგვიანებით დიდი კლასიკოსი მწერლის სახელი და იწოდა წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის ნომერ 1 საჯარო სკოლად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი ოტია ხშირი და პატივსაცემის სტუმარი გახდა აღნიშნულ სკოლაში. იგი ხშირად ესწრებოდა სკოლის ღონისძიებებს, სადაც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა თუ დირექტორს ხშირად ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ ოტიას შეფასებები და კრიტიკა. მაქვს პატივი 2014 წლიდან ვიყო ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი და გარდა იმისა, რომ პატივია ეს ჩემთვის, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ წყალტუბოს რაიონში სულ 40 სკოლა არსებობს და ყველაზე დიდი ხნის სკოლა გახლავთ ჩვენი სკოლა, რომელიც 1882 წელს დაფუძნებულა წყალტუბოში. სულ მალე ჩვენი სკოლა გახდება საუკუნე ნახევრის, ამ წუთში კი მხოლოდ 153 წლის გახლავთ. 2009 წელს სკოლას ჰიმნი დაუწერა ბატონმა ოტია იოსელიანმა. ამ ჰიმნზე მუსიკა დაწერა მე სკოლის მასწავლებელმა ქალბატონმა მაკაშოშოლიანმა და ამ ჰიმნს ყოველ ცოდნის დღესასწაულზე ვაჟღერებთ ხოლმე წარმატებული მოსწავლეები. მინდა გითხრათ აგრეთვე, რომ ამ სკოლას ბატონი ოტია იოსელიანის სახელწოდება 2013 წელს მიენიჭა. რა ადამიანი იყო ბოლოს და ბოლოს? ვინ იყო ეს კაცი და რა ცხოვრებით იცხოვრა? ოტია 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქში, 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ქალაქში, მაგრამ დაუბრუნდა სოფელს. ასეთები ძალიან იშვიათი იყო. ქალაქში წასული ადამიანი იშვიათად უბრუნდებოდა თავისუფლად. ქალაქში ცხოვრების პერიოდშიც იქ მიწა ჰქონდა და იმ მიწაზე მუშაობდა და ვასული და ის წისქვილიც ახლა რომ ნახეთ. იქ ედგა ბარი თოხი არ გაუგდია ხელიდან. ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე იყო სოფლის მკვიდრი და ისედაც დარჩა ბოლომდე. დასაფლავებითაც კი აქ ირჩია დასაფლავება. ასე რომ ერთი რაღაცა შეგვიძლია ვთქვა, თუ რაღაცა ჩვენ ქვეყანას კიდე რაღაცა მომავალი უწერია, ეს ყველაფერი მაინც ასე თუ ისე ჩვენი სოფლის ფეხზე დადგომით უნდა დაიწყოს ალბათ. აი ამის თქმა მინდოდა. ყოველ შემთხვევაში მისი აზრი ასეთი იყო და ალბათ განსაკუთრებული რისი თქმაც მინდოდა ახლა ამ მთელი ამ ჩანაწერის მანძილზე ალბათ ეს იყო ის განსაკუთრებული სათქმელი. ოტია იოსელიანის ნაწარმოებები გამოირჩევა ხალხურ მოტივებზე დაფუძნებული ნარატივით, იუმორითა და ადამიანური სიტყვოთი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის ცხოვრებას, ადამიანის შინაგან სამყაროსა და ეროვნულ თვითმყოფადობას. ოტია იოსელიანმა ქართულ პროზაში შემოიტანა უბრალო, მაგრამ ღრმა ფილოსოფიური და სოციალური შრეები. მისი მოთხრობები და რომანები ასახავს როგორც კომიკურ, ისე ტრაგიკულ რეალობას, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზროს ქართული სულიერი სამყარო. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ ის ასახავს ქართული სოფლის ყოფას, ადამიანურ ურთიერთობებსა და ეროვნულ თვითშეგნებას. მისი ნაწარმოებები არა მხოლოდ ლიტერატურულად ღირებულია, არამედ ეთნოგრაფიული და ისტორიული კუთხითაც მნიშვნელოვანია.
კლასიკოსი მწერალი ოტია იოსელიანი საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი გახლავთ. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2010 წელს გადაეცა პრემია საგურამო პროზის ნომინაციაში. ქართველი კლასიკოსი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს და დაკრძალულია საკუთარი სახლის ეზოში, ანდერძის თანახმად. გეშინათ რომ ჩtildeში არ მოექცეთ და არ დაიჩავოთ. ვის მომიტყველშინია? არ გითხო მე მაგას მითხრა. ახლა მოგიერთეთ მაგას და პირ მივიდა მალყურელზე მე